ჩემი ისტორია, რა თქმა უნდა, დაიწყო ბავშვობაში და ეს იყო ძალიან დიდი სულიერების გზა. ძალიან მიყვარდა მონასტერში ყოფნა, ძალიან მიყვარდა ტაძარში ყოფნა და ასევე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო მეუფე დავითის შვილი. ბავშვობაში კი ძალიან მინდოდა მონასტერში წასვლა, ძალიან მინდოდა იქ დარჩენა, მაგრამ ერთადერთი შვილი ვარ და ჩემმა მშობლებმა რა თქმა უნდა გადაწყვიტეს, რომ ეს არ გამოვიდოდა და ამიტომ გამიშვეს საზღვარგარეთ. თუმცა იქაც რაღაცა უკვე სხვა გზებით, მოვლითი გზებით, ადამიანებით ჩემამდე მოაღწია ზუსტად ციფრულმა ფსიქოლოგიამ. ჩამოვედი საქართველოში, პროექტებს ვაკეთებდით სხვადასხვა, შემდეგ ასევე მივდიოდით ლატვიაში და ამ პერიოდში გავიცანი ქალბატონი ნატალია ლადინი, რომელმაც უკვე გამოცნო ბედის მატრიცა. მისი მთელი ამ საიდუმლოებებით, რასაც დაუშვათ ციფრული ფსიქოლოგია ვერ გვეუბნება, ასტროლოგიაც, ასე თუ ისე მალავს, ის ყველაფერი არის ჩადებული უკვე ბედის მატრიცაში. პირველი ვიდეო 2019 წელს ჩავწერა, თუმცა ეს იყო რაღაცა ისეთი დახურული ჯგუფი, რაღაცა ხო პატარა, რომ რაღაცა მაინც საკუთარ თავთან მქონდა ბრძოლები, რომ საქართველოა და თან რელიგია ვიცოდი, როგორ რა, ხო ეს ადათ-წესები ყველაფერი და სიმართლე გითხრათ გამიჭირდა. თავისით მოხდა ყველაფერი, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ძალიან ბევრი ინტერესი არის ახლაც უკვე მატრიცის და ციფრული ფსიქოლოგიის და მიხარია, რომ ეს არის რაღაცა ისეთი მიმართულება, რომელიც ასწავლის თუ როგორ რა უნდა გააკეთო, რომ მიიღო საუკეთესო ვარიანტი შენი მოცემულობის, ხო? გახდე საუკეთესო ვერსია საკუთარი თავის. ბედის მატრიცა ციფრულ ფსიქოლოგიასთან ერთად კონტექსტში ეს დავაფუძნე მე, სულ მაქვს ეს კურსები, სულ ვასწავლი, სულ მოძრაობაში ვართ, ასევე მყავს რამოდენიმე მოსწავლე, რომელთან ერთადაც ვმუშაობ, ვასაქმებ ადამიანებს და ასე ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, დავეხმაროთ ფართო მასებს. ბედის მატრიცა ეს არის ჩვენს დაბადების თარიღში ჩადებული კოდები. მეორდება წინა ცხოვრება, ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი აღარ გათამაშდეს, ხო? ესე იგი გვიჩვენებს, რომ ის, რაც შენ გქონდა, შეცდომა დაშვებული, ის აღარ უნდა გააკეთო. ამის გარდა გვიჩვენებს ჩვენ საუკეთესო პარტნიორს, ვინ არის, ხო? რა ენერგიებშია დაბადებული, შენთვის საუკეთესო ვინ იქნება, ხო? რომ, ასე ვთქვათ, სულიერად უფრო უკეთესად განვითარდე. ჩვენ გვაქვს ხერხემლის გასწვრივ ესეთი ენერგეტიკული კვანძები. ენერგეტიკული კვანძების დადგენაც თუ როგორ მუშაობენ ისინი, ხო, რაში გვიწყობენ ხელს, რაში არა, ორგანოებთან არის ეს ბმაში და მოკლედ შეგვიძლია ასევე ადამიანს განვუსაზღვროთ, რა აქვს სუსტი, რა აქვს ძლიერი მხარე და ამის მიხედვით, ასე ვთქვათ, ადამიანმა შეიძლება აირიდოს, რაღაცა პრობლემებიც კი. სწავლების გარდა, რა თქმა უნდა, კონსულტაციებზე ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მივიღო ხალხი. მართალია, ეხლა კი უკვე ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და 2-3 თვით ადრე უწევთ ხოლმე ჩაწერა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვცდილობ, რომ ხალხთან რაც შეიძლება ახლოს ვიყო. სამომავლო გეგმები არის ძალიან ესეთი გრანდიოზული. არ შემეშინდება ამ სიტყვის, ვინც საერთოდ არსებობს ახლა მატრიცის სპეციალისტი, ხელმძღვანელობს, კლასიკური მატრიცით, რაც მე შემოვიტანე, რაც ვასწავლე, მაგრამ მეტა მატრიცა, ხო, რომელიც, ესე ვთქვათ, უფრო სიღრმისეულია, აქ უკვე ვიღებთ კოდებს, ხო, სამნიშნა კოდებს და იმით შეგვიძლია უფრო სიღრმეებში ჩავიდეთ, ასე რომ სულ მალე იქნება მეტამატრიცის სასწავლო კურსებიც. ამის გარდა მაქვს კიდევ საკუთარი ძალიან სერიოზული აღმოჩენა, რომელიც უკავშირდება ასტროლოგიას. ძალიან დიდი ბმა დავიჭირე ნუმეროლოგიასა და ასტროლოგიას შორის. შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარ აღმოჩენებს ვაკეთებ. ყველაფრის სინთეზს რომ გავაკეთებ და შევქმნი ასტრომატრიცას, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, მასაც გადავცემ ხალხს, როგორც სხვა დანარჩენს. რას ვეტყოდი ხალხს, ვინც ახლა სწავლობს და შეიძლება იმ გზას გადის, ხო, რომელიც მე გავიარე ბულინგიდან წარმატებამდე. თუ ეხლა
სწავლობ მატრიცას და თუ ეხლა გინდა რომ გახდე ის ადამიანი, ვინც სხვებს დაეხმარება, შენი მიზანი უნდა იყოს ძალიან ესეთი კეთილშობილური ადამიანების დახმარება და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ხო, საკუთარი მეს შეცნობა. ჯერ შენ უნდა აღმოაჩინო საკუთარი თავი, საკუთარი თავი გამოიყვანო აქციო, აი იმ მზეთ, რომელიც შემდეგ სხვებს გაათბობს.